ახლა ჩვენ შეგვიძლია უკვე პარლამენტის წინ შეკრებილი საზოგადოების გარემოდან ჩავრთოთ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, რომელთა მიმართებაში ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი რეპრესიული, ასე ვთქვათ, მექანიზმი მათ შორის საპატრიარქოს ცალკეული სტრუქტურების მხრიდანაც მოქმედებაშია მოყვანილი, თუმცა მამა დოროთე ვერ დაინახავს, მაგრამ მაყურებლებს მინდა ამ შემთხვევაში ვაჩვენო, გადაცემის მსვლელობის დროს ვაჩვენებ ქარდებს, რომელიც აჩვენებს თუ რამდენად სერიოზულად არის სამიზნეში ამოღებული მამა დოროთე, აი გამოჩნდება კადრში, ცოტა უფრო ახლოსაც კამერა აჩვენებს. ერთ-ერთი პირველი ქარდი, რომელიც ამ მსვლელობის პარალელურად გამოაქვეყნა, პროპაგანდისტულმა იმედმა უკავშირდება სწორედ არქიმანდრიტ დოროთეს შემდეგი წანამძღვარით. დოროთე ყურაშვილი რადიკალების მიერ ორგანიზებული აქციიდან ფრაზით ვინც გამოვიდა მადლობა, ვინც არ გამოვიდა ჯობია გამოვიდეს. მოგესალმებით მამაო, რა ხდება რადიკალების შეკრებაზე და რას ნიშნავს თქვენი მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მოძრაობა კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს და კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ პროცესში, გისმენთ? მოგესალმებით, მადლობა ამ რადიკალებს. შეუძლებელია რადიკალი არ იყო, როცა სამშობლო იყიდება. შეუძლებელია რადიკალი არ იყო, როცა უსამართლობა ხდება. შეუძლებელია რადიკალი არ იყო, როცა ამდენი ხალხი, ამდენი პატიმარი ყავს ქვეყანას. ამიტომ ამ რადიკალების წყალობით დღემდე ცოცხლობს საქართველოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ესენი საქართველოს მარადისობაში აცხოვრებენ, რადგან ჩვენ ამ საქართველოს არ დაუთმობთ არავის. მე და თქვენ და ეს ხალხი დგევართ საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე და ვიდგებით ბოლომდე, სანამ არ მოშორდება საქართველოს რუსული რეჟიმი. ეს იქნება დღეს, ეს იქნება ხვალ, თუ როდის იქნება ეს, ამას იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ადამიანები არ ეგუებიან უსამართლობას. მამაო, რა მნიშვნელობა აქვს უწყვეტობას ამ აქციების და განსაკუთრებით ასეთი მრავალრიცხოვანი მანიფესტაციების გამართვას დედაქალაქის ცენტრში? რას აჩვენებს ეს უპირველეს ყოვლისა იმ ფონზე, რა მიზნის მიღწევასაც ახალი რეპრესიული მექანიზმებით ცდილობს ადგილობრივი რუსული რეჟიმი? მოკლედ ჩვენ ბევრ ქვეყანას ვერ შევეჯიბრებით სიმრავლით, თუნდაც პროტესტზე გამოსული ხალხით, მაგრამ ჩვენ მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეგვიძლია შევეჯიბროთ იმაში, რომ ასეთი მთელი წელი უწყვეტი პროტესტი ალბათ არც ერთ ქვეყანას არ ქონია, ამაში ჩვენ პირველები ვართ და ეს არც შეწყდება, სანამ არ გათავისუფლდება საქართველო. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თუ არა რუსული რეჟიმი ამას ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაუძლებდა, ვერც საქართველოში და ვერც სხვაგან, მაგრამ უძლებენ, იმიტომ ჯერჯერობით სუნთქავს რუსეთი და ამას ჭირდება აუცილებლად ჩვენი მოძმე ერის უკრაინელების გამარჯვება და მათთან ერთად ჩვენი გამარჯვება. ამიტომ ჩვენ ვიბრძვით რუსთაველის პროტესტზე, ჩვენი პროსპექტზე, ჩვენი პროტესტით და უკრაინელები იბრძვიან სისხლით, თუმცა იმედია მალე დამთავრდება და დაემხობა ეს რუსული რეჟიმი და ის რუსეთი, რომელიც ასე სისხლში აღჭურვს უკრაინას. მადლობა მამაო, დაგემშვიდობები, ჩვენ ხვალ უკვე სტუდიაში გვექნება შესაძლებლობა დეტალურად ვისაუბროთ საპატრიარქოს ერთ-ერთი რგოლის მიერ თქვენს წინააღმდეგ წარმოებულ დისციპლინარულ დევნაზე, ასე ვთქვათ, და ბევრი კითხვა მექნება მე, რომელზე პასუხის გასაცემადაც თქვენ დარწმუნებული ვარ, რომ მზად იქნებით. აქ დაგემშვიდობებით. მადლობა კიდევ ერთხელ არქიმანდრიტ დოროთეს დამშვიდობებით